დღეს შევისწავლოთ ღვთის სიტყვების ათაურით. ზეციური ოჯახი და მიწიერი ოჯახი ბიბლიით არის დამოწმებული. ღმერთმა შექმნა მრავალი სისტემა ამ დედამიწაზე, რომლებიც ზეციური სისტემების ნიმუშს მიჰყვება. მათ შორის არის ოჯახური სისტემა. ოჯახური სისტემა დედამიწაზე შეიქმნა, როგორც ზეცაში ოჯახური სისტემის ასლი. დღეს ბიბლიის მეშვეობით სათითაოდ დავადასტუროთ ოჯახის თითოეული წევრი. დავიწყოთ დედამიწაზე არსებული ოჯახების განხილვით. დედამიწაზე არსებულ მრავალ სისტემას შორის ოჯახური სისტემა ზეცაში ოჯახის სისტემის ასლი და ჭრდილია. მოვიკვლიოთ ეს საკითხი. დედამიწაზე ოჯახურ სისტემაში არის მამა არა? მაშ არ ფიქრობ, რომ ზეცაშიც უნდა იყოს მამა ოჯახურ სისტემაში. თუ არსებობს მამა ამ დედამიწაზე, ფიზიკური სამყარო, რომელიც არის ასლისა და ჭრდილის სამყარო, ზეცაში სულიერ სამყაროში, რომელიც არის რეალობის სამყარო, უნდა იყოს მამა. ნახოთ, არსებობს თუ არა მამა მათეს მე-6 თავის მე-9 მუხლზე გადასვლით. მასში წერია, თქვენ კი ასე ილოცეთ. ვინ? მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა. კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ ის ფაქტი, რომ ფიზიკურ ოჯახში არის მამა და ის არის ამ ოჯახის წარმომადგენელი. ანალოგიურად, სულიერ ოჯახში უნდა იყოს მამა, რომელიც არსებობს სულიერ მსოფლიოში, სადაც ჩვენ მივდივართ. დედამიწაზე ოჯახურ ურთიერთობაში, რომელიც არის ფიზიკური სამყარო, იმისთვის, რომ მამა არსებობდეს, უნდა იყვნენ შვილები. ანალოგიურად, სამოთხეში ოჯახურ ურთიერთობაში, რომელიც არის სულიერი სამყარო, არ უნდა იყვნენ ბავშვები, რომლებიც ღმერთს მამას უწოდებენ. აბსოლუტურად არიან ბავშვები. განვიხილოთ მეორე კორინთელთა მე-6 თავი. თავი მე-6 მუხლი მე-17. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის. რა შენთვის? მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლის მპყრობელი. ისევე როგორც არსებობენ ფიზიკური მამები და მათი ფიზიკური შვილები ამ დედამიწაზე. ბიბლია გვასწავლის ასლისა და რეალობის ურთიერთმიმართებას, რომ ცათა სასუფეველში ასევე უნდა არსებობდეს სულიერი მამა და მისი სულიერი შვილები. ფიზიკური ოჯახი შედგება მამისა და ძმებისა და დებისგან. თუმცა ვინ აკლია იმისთვის, რომ ოჯახი სრული იყოს? დედაც უნდა იყოს. ფიზიკური ოჯახის ასლის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ სულიერ ოჯახში არ უნდა იყოს მხოლოდ მამა და შვილები, არამედ უნდა არსებობდეს დედა. ასე მოწმობს ბიბლია დედაზე. ვნახოთ, ჩნდება თუ არა დედა ბიბლიაში გალატელების მე-4 თავის 26 მუხლში ერთად. ხოლო ზენა იერუსალიმი. აქ ზენა ნიშნავს სამოთხეს. თავისუფალია, ის ყველა ჩვენგანის დედაა. ბიბლია გვაძლევს ნათელ სწავლებას. მუხლი 27. რადგან დაწერილია, იხარებდე, ბერწო, უშობელო. სიხარულით აყიჟინდი, სალმობისგან უცდელო. რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, და ჩვენ, ძმებო, ისაკის კვალზე. როგორი ბავშვები ვართ? აღთქმის შვილები ვართ. იოანეს პირველი თავის მეორე მუხლის 25. ეს დაპირება არის მარადიული სიცოცხლე, რაც ნიშნავს, რომ ღმერთმა მოგცა მარადიული სიცოცხლის დაპირება. დედამიწაზე არსებული ყველა სისტემა არის ზეციური სისტემის ასლი, რომელიც რეალობაა. მაშინ ამ დედამიწაზე რაც არის ასლისა და ჭრდილის სამყარო, ვინ აძლევს ბავშვებს სიცოცხლეს? მაშინ ზეცაში ვინ უნდა მისცეს ბავშვებს მარადიული სიცოცხლე? განა დედამ ჩვენ არ მოგცა მარადიული სიცოცხლე. რა ტიპის ბავშვები გვეძახიან? ჩვენ გვეძახიან აღთქმის შვილებს. გავაგრძელოთ 29 მუხლი. და როგორც მაშინ ხორციელად შობილის დევნი და სულით შობილს, ასევე ახლაც. მაგრამ წერილი რას ამბობს? განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ დაიმკვიდრებს თავისუფლის ძესთან ერთად.
ამრიგად, ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ. ვისი შვილები ვართ? არამედ თავისუფალისა. გალატელების თავი 4 ლექსი 26-ში ნათქვამია, ზემო იერუსალიმი თავისუფალია. მაშ, რა ურთიერთობა გვაქვს თავისუფალ ქალთან? ჩვენ მისი შვილები ვართ. სხვა სიტყვებით, ვინ არის ჩვენთვის ზემო იერუსალიმი, თავისუფალი ქალი? ბიბლია გვასწავლის, რომ ეს თავისუფალი ქალი გულისხმობს ჩვენს მარადიულ დედას. ჩვენ მამისა და დედის შვილები ვართ და ერთმანეთის ძმები და დები ვართ. მაშინ სამოთხეში მარტო ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ, არამედ ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველანი ვიქნებით სიონის მშვენიერი ძმები და დები, რომლებიც არ დაკარგავენ არც ერთ ზეციურ ოჯახის წევრს. ვიპოვოთ ყველა მათგანი და დაუბრუნდეთ ჩვენს ზეციერ დედასთან ერთად ჩვენს მარადიულ სახლში, სათავსაფელში, სადაც მამა და ვისარგებლოთ მარადიული სიცოცხლის კურთხევით. იმ იმედით, რომ დღეს ღვთის სიტყვით დიდი მადლი მიიღეთ, ნება მომეცით, დავასრულო ქადაგება. დიდი მადლობა.